მადლობა მშვიდობისა, მოგესალმებით. ჩვენ სათფურში ვართ შემოყუჟულები, მართალია გარეთ გაზაფხული უკვე ახლოსაა და ეს იგრძნობა კიდეც, კვირტები დაბერილია, ბევრი ადრე მოყვავილე მცენარე უკვე ფერსაც მიიღებს, ტიტებმა და ნარცისებმა ნელ-ნელა ამოყვეს თავი მიწიდან და იგრძნობა სუმბულიც შევამჩნიე 1-2. რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი ნაცრისფერია, მაგრამ იგრძნობა გაზაფხულის მოახლოება. სათფურში კი დიდი სამზადისია, უკვე თესვას ნელ-ნელა ვიწყებთ, აგერ ღელავს უკვე ჩითილი და რაკაისი მწვანეა. აქ ვატყუებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, მცენარეებს და 1 თვით, 20 დღით დავაჩქარებთ გაზაფხულს. სათფურის ფუნქციაც და საქმეც ეს არის, აქ კარგად გვაქვს პარკი გამოკრული, მიკროკლიმატი დგას. სხვათა შორის ყველა მებაღე არ შეგახედებთ სათფურში, ეგრე არ არის მთლად საქმე. სათფური ცოტა საკრალური ადგილია მებაღისთვის. საკუჭნაოა, უკანა ფონია, აი ესე სამზადისია და ერთი რამ გამიგია ჩემი მასწავლებელი მებაღეებისგან. რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს ადრე დათესოს და ადრე კონდეს ჩითილი და ნერგი და ყვავილი. რა თქმა უნდა, მებაღეების ეს კაი სურვილია და რა თქმა უნდა, სწორი სურვილია. მაგრამ მეორე კოლეგა რომ ეტყვის და კითხავს რაკენი დათესე არა ჯერ ადრეა ეტყვის და შეაგულიანებს რომ იმან არ დათესოს. ასეთი რამეები მე მომხვედრია ყურში. ჩვენთან ეს ნაკლებად ხდება ასეთი ამბები, მაგრამ მაინც არის ამაში ცოტა სიმართლის მარცვლები. ჩვენ მზად ვართ ყველანი, ნინო მელოდება კაფეში, გურიც უკვე მომზადებულია, ბავშვებიც მოდიან, გზაში არიან უკვე და მე მგონი რომ კარგი დღე გველოდება. ბუხარშიც ცეცხლი დავანთეთ მაინც. ყველა შემთხვევისთვის კი აღარცივა ისე რომ ბუხართან დაჯდეს ადამიანი, მაგრამ ეს ზამთრის ბოლო დღეები მაინც სიმყუდროვეში გავატაროთ ერთად. როგორც უკვე შეგპირდით და სულ გპირდებით, თქვენთან ერთად მოვიყვანოთ გაზაფხული. თქვენთან ერთად დავთესავთ, თქვენთან ერთად დავაკალმებთ. კარგი ამბები გვაქვს მოფიქრებული და მგონი რომ სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოც იქნება ჩვენი ერთად ყოფნა.